წმინდა მამათა შეგონებანი. ფიქრობ, ორ შემთხვევაშია დასაშვების ზღვაზე ძვირის თქმა. პირველი, როცა საჭიროა სხვებს უფრო გამოცდილებს მოეთათბირო, როგორ გამოსწორდეს შემცოდველი, და მეორე, როცა არსებობს საფრთხე იმისა, რომ მოყვასმა უმეცრებით კეთილისა და ბოროტის განურჩევლობით შესცოდოს და ვცდილობთ წინასწარ დავიცვათ იგი ცოდვაში ჩავარდნისგან. ზოგჯერ ადამიანი თავის უძულურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ, ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი. იგი ორგზის ცდება. ჯერ ერთი, არ ესმის, რომ თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტეებს, მათ ნაკლებად არ ეყვარებათ და ნაკლებად არ შეაქებენ, როდესაც სხვა ადამიანები მის სისუსტეებს აღმოაჩენენ, მაშინ აუცილებლად ითაკილებენ და აძაგებენ მას. მეორეც, მას ავიწყდება, რომ არსებობს თვალი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს. ღმერთი იგულისხმება აქ. ამიტომ უკეთესია ნაკლოვანებები მანამდე გავამხილოთ, სანამ ისინი ჩვენზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ და სხვებისთვისაც შესამჩნევნი გახდებიან. რამერ თუ ახალგაზრდობაში ძაგების გადატანა უფრო ადვილია, ვიდრე სიპერეში. როცა ვინმე გულს გატკენს, თქვი ასე: ქრისტე ჩემო, ის ვინც ბოროტება გამიკეთა, ვინც მაწყენინა, ვინც მე დამაშორა, ვინც ტკივილი მომაყენა, რაც არ უნდა გაეკეთებინა მას ჩემთვის, ყველაზე საშინელიც. გევედრები დამეხმარე, რომ ჩემი გული გახდეს შენი გულის მსგავსი და ვინც მე ტკივილი მომაყენა, ყველას მათ უბოძე შენი სიყვარული. მიეცი ჯანმრთელობა, მიეცი სიხარული და სიკეთე, მიეცი მეგობრები, მიეცი მათ მშვენიერი ცხოვრება. არავის მიმართ ჩური არ იძიო უფალო. შენსას დაამსგავსე ჩემი გული, მასწავლე მე შენნაირი სიყვარული. სხვაგვარად ვერ ვიქნები ქრისტიანი. სხვაგვარად, თუნდაც რომ ყველაფერი აღვასრულო, ყველაფრის შესახებ რომ ვისაუბრო, საეკლესიო თემებიც რომ განვიხილო და დოგმატები და სამონაზვნო წესებით შევისწავლო, მშვენივრადაც რომ ვისაუბრო, როგორ წარვდგები და რას ვიტყვი შენ წინაშე, რას ვიტყვი, თუკი ვერ ვისწავლი სიყვარულს. ძალიან მძიმეა ტვირთი შენზე მობარებული უფლის ფარის მწყემსვისა, მაგრამ მოგცა ღმერთმა ვალდებულება, გაუძღვე მათ, ისე, როგორც მას ეს სურს. მწყემსი ვალდებულია გულმოდგინედ ლოცულობდეს ღვთის წინაშე ხალხისთვის და საკუთარი თავისთვისაც და უნდა იყოს უმწიკლო, შემწყნარე, მსახური ცოდვილთა, ფულის უყვარული და უანგარო მსახური თავისი ერისა, თავისი ეკლესიისა და საკუთარი ოჯახის ღვთის ჭეშმარიტებაში დამმორჩილებელი მოძღვარი და კარგი გამგებელი.